მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ბატონი ლაშაძე ბისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. დღევანდელი ჩვენი საკითხი შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თემას, რა სცენარები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფომ, როგორც ერმა, იმისთვის, რომ მზად ვიყოთ შესაბამის მომენტში, მოვიქცეთ შესაბამისად, სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ცხოვრები ქართველების საკითხი არ მუსირებს, ასე ვთქვათ, ჩვენს საინფორმაციო ნაკადებში სათანადოდ და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ამაზე ყოველთვის გავამახვილოთ ყურადღება. თქვენი არაერთი სტატია გავრცელდა, მათ შორის თქვენი მოსაზრებებიც ხშირად ისმის ხოლმე, რა არის გასაკეთებელი, რა სცენარებს შეიძლება ველოდოთ და ერთ რამეს აღვნიშნავ თავიდანვე, რომ თუ კი გვინდა ვიყოთ სწორად მოქმედი სახელმწიფო, მაშინ ჩვენ უნდა გქონდეს სცენარების მთელი წყება საუკეთესოდან უარესობამდე. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია მათი ხდომილობის, ასე ვთქვათ, და ალბათობის შანსები, მაგრამ ყველა სცენარზე ჩვენ უნდა გქონდეს პასუხი. ამიტომ ამაზე ვისაუბროთ, დავიწყოთ, მათ შორის თუნდაც შესავლით ზოგადად რა სცენარები შეიძლება დაგვესახოს უახლოეს მომავალში აი ამ ფონზე, რაც ახლა მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ და რეგიონში. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის ვისაუბროთ იმ თემაზე, რაზეც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ნორმალური რამე და ადეკვატური რამე თუ გვესმის საერთოდ. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, ანუ რა სცენარები შეიძლება ჩვენ გაგვიჩნდეს ახლო მომავალში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ზოგადად სცენარებზე მუშაობს სახელმწიფო. თქვენ და მე კი შეგვიძლია ვისაუბროთ სუბიექტურად დავსახოთ რა სცენარები, მაგრამ რეალურად არსებობს მთელი ინსტიტუტები და უწყებები სახელმწიფოსი, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო სტრატეგიულ განვითარებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა იმ უამრავი ფაქტორის გათვალისწინებთ, რა ხდება სახელმწიფოს შიგნით და სახელმწიფოს გარეთ რეგიონალური მასშტაბით და გლობალური მასშტაბით და უამრავი ამ ფაქტორის გათვალისწინებით აი ეს ინსტიტუტები ადგენენ დაახლოებით მომდევნო 10-15-20 წლის განმავლობაში სად არის საქართველოს ადგილი და რა მიზნები უნდა მივახციოთ ჩვენ, მიზნებს უნდა მივახციოთ ჩვენ როგორც სახელმწიფო და როგორც ერი. ბუნებრივია აი ამ პროცესში, როცა ჩვენ დავსახათ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და მიზნები არის მომდევნო 20 წლის, 15 წლის თუ ასე, თუ უფრო კიდევ იქით 30 წლის განმავლობაში რომ რაღაცებს მივახციოთ, აი ამ კონტექსტში, ამ პროცესში ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი როგორ გვესახება. ეს არის მთავარი კონტექსტი, რაში ჩვენ უნდა ჩავაჯინოთ ეს სურათი და მე შემდგომ უკვე დავიწყოთ იმაზე ფიქრი და განსჯა და განსაზღვრა, რომ იმის და მიხედვით თუ უამრავი ფაქტორები ერთმანეთთან ურთიერთობებში როგორ შეიძლება განვითარდეს ამ სცენარით, იმ სცენარით თუ ამ სცენარით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უარესი სცენარით, ნეიტრალური სცენარით თუ კარგი სცენარით თუ შეიძლება მხოლოდ ერთი სცენარი არსებობდეს, იმიტომ რომ არც ეგ არ უნდა გამოვრიცხოთ. ხო, აი ამ კონტექსტში მე ამ სცენარის მიხედვით რა იქნება ჩვენი პოლიტიკა, როგორც სახელმწიფოს და როგორც ერის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. ეხლა როცა ჩვენ საუბრობთ ამ ტერმინებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ამის იქით თითქოს რაღაცნაირად ესეთი ცივი რაციონალური ეს არის პოლიტიკა არის, ანუ ჩვენ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და მორჩა. მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ანუ იმის იქით სარიელი მიწა არ არის, ხო იმის იქით სივრცე არის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იმათ თავისი წარმოდგენები აქვთ, იმათ თავისი მიზნები აქვთ. ამ ადამიანებს გააჩნია კი სულ სხვა სოციო-ეკონომიკური, სოციოპოლიტიკური, კულტურული და ასე შემდეგ დინამიკა არსებობს. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამ ტერიტორიის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენ ბევრი რამე გვექნება გასათვალისწინებელი, რაც საკუთრივ იმ ტერიტორიის შიგნით ხდება. და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავაგოთ ის მრავალწახნაგოვანი კომპლექსური პოლიტიკა, რომელიც უნდა ემსახურებოდეს, რაც შეიძლება მალე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, იმიტომ რომ როგორც თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ, ამ გლობალურ სამყაროში ჩვენ მაინც და მაინც არ გამოვირჩევით სიძლიერით ქვეყანა, ჩვენ ძალიან ზომებით ძალიან პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი რაოდენობა მოსახლეობის არის ძალიან ცოტა, ჩვენ პრაქტიკულად ეროვნული
კატასტროფის წინაშე ვდგევართ 90-იან წლებიდან მოყოლებული, იმიტომ რომ 99 წლიდან მოყოლებული, როცა ბოლო აღწერა იყო საბჭოთა კავშირის ჩვენი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იყო 5.6 მილიონი, ეხლა ვართ 3.7 რაღაცა 750 თუ ასე შემდეგ და აი ამ რაოდენობაში ეხლა ჩვენ პრაქტიკულად 1.800.000 კაცი დაკარგვა, ანუ იმიგრაციაში დაკარგვა, ანუ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ რამხელა, ანუ დაახლოებით 30-40% მოსახლეობის გასული არის ქვეყნიდან. და ეს პროცესი გრძელდება რეალურად და ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ რეალურად ეთნიკურად ქართველების მიგრაციას და საქართველოში რაც არ უნდა ეხლა ჩვენ პოლიტკორექტულები ვიყოთ, მაგრამ ფაქტი არის, რომ ვინც შემოდის საქართველოში, იქნება ეს მუდმივი მაცხოვრებლის სტატუსი თუ ასე შემდეგ, ესენი არ არიან ეთნიკურად ქართველები და არიან სხვა ქვეყნის რეალურად სხვა ეთნიკური, სხვა კულტურული სამყაროს წარმოადგენლები. ანუ ეს ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვიმყოფებთ ამ გადმოსახედით. ანუ ჩვენი ერის, როგორც სახელმწიფოებრიობის მატარებლის ერთეულის წინაშე დგას დიდი სახელმწიფო ამოცანა, როგორ დავიბრუნოთ ერთის მხრივ ის ტერიტორიები, რომლებიც ჩვენ ომით დავკარგეთ და ამავე დროს არ დავკარგოთ ის ეთნიკური მახასიათებელი ამ სახელმწიფოსი, რასაც ქვია საქართველო და არა რაღაცა სხვა, ხო და აი ეს ორი პროცესი, იმ კიდე სხვა უამრავი პროცესების თანხმობით, რასაც ქვია სოციოეკონომიკური განვითარება, კიდე გლობალური თემები და უსაფრთხოების პრობლემები, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს და იმ რესურსობრივი სიმწირის ფონზე, რაში ჩვენ ვიმყოფებით, აი ამ მაქსიმალურად ეფექტურად როგორ დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვესმის, რომ ფანჯარა, რაც შეიძლება ეს შესაძლებლობის ფანჯარა, გეოპოლიტიკური თუ გლობალური, რა ფორმულირებაც არ უნდა მივცეთ ახლა ჩვენ ამას, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ფანჯარა შეიძლება იყოს ძალიან მოკლე ხნით გაღებული და ის ძალიან მალე შეიძლება დაიხუროს. ეს ყველაფერი ბუნებრივი უკავშირდება გლობალურ პროცესს, რასაც ქვია დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების და ამ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში ისეთი სუპერ ძალის ჯერჯერობით, როგორც არის რუსეთი, მის სტრატეგიულ დასუსტებას და დიდი ალბათობით ადრე თუ გვიან მისი დე-ფაქტო რეგიონიდან გასვლას. ეს ჩვენ უნდა გვესმოდეს და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ავაგოთ ის პოლიტიკა, რომელიც ბევრ თანმიმდევრულ ნაბიჯს უნდა ემყარებოდეს იმისთვის, რომ როცა ეს მომენტი დადგება, რომ რუსეთი დე-ფაქტოდ გავა, ანუ მას აღარ ექნება ეგრეთ წოდებული ვეტოს უფლება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, ჩვენ ყველა კოზირი გქონდეს ხელს და სეპარატისტი იქნება ეს თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობისადმი ლოიალურად განწყობილი აფხაზი თუ ოსი იქნება თუ სხვა ვინმე იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი, ისინი მაქსიმალურად ჩვენსკენ იყვნენ განწყობილები და ან ხელის შემშლელ ფაქტორებად არ იქცნენ ტერიტორიული აღდგომის. ან საჭირო შემთხვევაში ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ზეწოლის და ზემოქმედების ძლიერი ბერკეტები გქონდეს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაცილებით უკეთ ენაზე საუბრობენ, ვიდრე ის ენა და ის პოლიტიკა, რაც ჩვენ აქამდე გამოგვიყენებია. აბსოლუტურად. აი სანამ თქვენ შეეხეთ საჭირო მომენტის დადგომას, მოდით სანამ გადავალთ იმ პირობებზე, რომელიც უნდა შევასრულოთ იმისთვის, რომ ეს მომენტი გამოვიყენოთ, მოდი ამ მომენტზე ვისაუბროთ. დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა ჰორიზონტზე ასეთი მომენტი, თითქოს რა შემთხვევაშიც რუსეთი გავიდოდა დე-ფაქტო ჯერ სამხრეთ კავკასიიდან და მერე ვინც იქნებ ჩრდილოეთ კავკასიიდან. თუმცა ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ეს ადრე თუ გვიან როდის, მაგრამ ადრე თუ გვიან წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა მივედით სიტუაციამდე, სადაც სავსებით ლოგიკური ჩანს, თუ კი ასე გაგრძელდა რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვადასხვა ტიპის უკუსვლა, მაშინ შეიძლება ეს ვითარება მივიღოთ, ხო? მათ შორის თქვენაც გქონდათ ამაზე ნათქვამი, რომ ეს შეიძლება რამდენიმე წელშიც კი მოხდეს. შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ხო ვსაუბრობთ იმაზე, რომ უკეთესი სცენარისთვის უნდა ვემზადოთ. ახლა აზერბაიჯანსაც მე შევეხებით თავისთავად, რომელმაც საკუთარი აი ეს შესაძლებლობა, რომელიც ფანჯარაც 30 წლის შემდეგ გაიხსნა, უცებ გამოიყენა და ჩვენც უნდა ველოდოთ, თუ კი ამ სახელმწიფოზე ფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებას გამოვიყენებთ. მოკლედ, თუ კი მანამდე არ ჩანდა მსგავსი რამ, ახლა უკვე ჩანს და აი ამაზეც ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ, რამდენად რეალისტური ჩანს და როგორ ხდება ხოლმე ეს ზოგჯერ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, როგორ შეიძლება რუსეთი წავიდეს. სინამდვილეში
თქვენ სწორად ახსენეთ, ჯერ ყველაფერი ფორმდება de facto და შემდეგ უკვე ხდება de jure. აი de facto მაგალითად მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში თუნდაც სახელმწიფოები, რესპუბლიკები და პოლიტიკური აქტორები ნახავენ, რომ მათ აღარ მიეწოდებათ ფული, მათ აღარ აქვთ ის პრივილეგიები, რაც მოსკოვზე იყო მანამდე დამოკიდებული და უცებ აღმოჩნდნენ თავის ამარა, რაც 90-იანებშიც ხო იგივე მოხდა, მათ შორის თათრების რესპუბლიკაში და სხვადასხვა ადგილებში, რომლებმაც იგრძნეს, რომ ცენტრი რაღაც ვეღარ არის ძლიერი და მოდით ჩვენ თვითონ გავაკეთოთ რაღაცეები. ამას როგორც კი იგრძნობენ და ამის მასშტაბები გაიზრდება, უკვე de facto დადგება მოცემულობა, როცა ცენტრი, ანუ მოსკოვი ვეღარ აკონტროლებს აი ამ პერიფერიას. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მოყვება შემდეგ de jure ამ ყველაფრის გაფორმება უკვე ეს რამდენ ხანში სხვა საკითხია, თუმცა მთავარია, რომ de facto თითქოს აქეთკენ მიდის ჯერჯერობით მოვლენები. მე ანალოგიების მაგალითს მოგიყვანთ, როგორ ხდება de facto, როგორ დგება უпростоრად შემთხვევები, როცა რუსეთი de facto იძულებულია შეეგუოს შექმნილ ვითარებას და საკუთარი უსასრულობის გამო დატოვოს, ასე ვთქვათ, სივრცე. 2011 წელს არაბულ სამყაროში მოხდა ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული, ხო, ეს ტალღასავით გადაუარა არაბულ სამყაროს და ასადის რეჟიმი ესეთი სასიკვდილო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ანუ ის ისლამური ოპოზიცია, ისლამისტური უпростоრად, პრაქტიკულად მთელ ქვეყანას მოედო და ასადის რეჟიმი ეწყიფზე იყო, ადრე თუ გიან მას ჩამოაგდებდნენ, მაგრამ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ასადი არის მისთვის დასაყრდენი რეგიონში, მრავალი მიზეზის გამო აღარ შევალთ ახლა იქ ახსნაში. და მან რუსეთმა არსებით სამხედრო დახმარება აღმოუჩინა ასადს, გადაარჩინა რეალურად, გადაარჩინა კი არა, კონსოლიდირება მოახდინა ასადის რეჟიმი და მხოლოდ აი ეს რაღაც კუნძულები დაუტოვა ისირიის ტერიტორიაზე, მათ შორის ახლა თურქეთის მონაწილეობით, სადაც ასადის რეჟიმის ძალოფლება ვერ და არ ვრცელდებოდა. რუსეთმა გადაარჩინა რეალოს ასადის რეჟიმი. მაგრამ გავიდა დრო და დინამიკაში ახლა პროცესები ვითარდება, როგორც სირიის შიგნით, ასევე სირიის გარეთ და ჩვენ ვიხილეთ რამოდენიმე წელიწადში, რამოდენიმე ახლა დაახლოებით 2 წლის წინ მოხდა სირიაში ამ ჯულანის მეთაურობით, ანუ სრულიად აყირავდა სიტუაცია, ანუ ექსპერტებს როცა ეგონათ, რომ რუსეთის დახმარებით ასადმა კონსოლიდირებული მყარი რაღაც ხელისუფლება შექმნა, აღმოჩნდა, რომ ეს თიხის ფეხებზე, კი ბატონო, და ან სულ 2 კვირის ამბავი იყო, როცა ესეთი მარშით ჯულანი მოახერხა და ჯერ ის ალეპო აიღო და მერე ალეპოდან დამასკოსკენ სულა განახორციელა. რუსეთმა კი შეეცადა, რუსეთში ცდილობდა, რომ რაღაცნაირად კომპენსირება მოეხდინა, შეენარჩუნებინა იქ ბაზები. ანუ საბოლოო ჯამში რუსეთი იძულებული გახდა, რომ სირიიდან გუდანაბადი, ასე ვთქვათ, შეეკრა და წასულიყო. ანუ გამოსავალი აქ არ არსებობდა და ფაქტებმა და გარემოებებმა აიძულეს რუსეთი de facto, რომ დაეცალა ეს ტერიტორია. ეხლა რაც შეეხება ჩვენთან მიმართებას, ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა რთულ ვითარებაში ვიმყოფებით უფრო, იმიტომ რომ ვესაზღვრებით უშუალოდ რუსეთს და ჩვენი წარსული 90-იანი წლები მათ შორის კარნახობს და გვეუბნება ჩვენ, რომ რაც არ უნდა სუსტი იყოს, დასუსტებული რუსეთი, რუსეთს ჩვენი ისე საქართველოს სისუსტიდან გამომდინარე და აბსოლუტურად არაადეკვატური მასშტაბების გამო რუსეთს ყოველთვის აქვს გარკვეულწილად დრო და შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად მაინც აგვირიოს სიტუაცია. 90-იანი წლები, როცა რუსეთში პრაქტიკულად ოლიგარქების ბატონობა იყო და ერთიანი იელცინის პერიოდზე მაგ საუბარი, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა. მაგრამ მაშინაც კი რუსეთი ახერხებდა იმას, რომ ჯერ აფხაზეთი მოაგებინა ახლა სამხედრო დახმარებით და ჩვენ de facto შეგვათრია DST-ში. ეს ბალტინის ცნობილი დესანტი, რომელიც შემდგომ ფონდში გადმოისხადა, მე სამტრედია რომ ავიღოთ, მაგრამ საინტერესო იყო, რომ აი ამ 90-იან წლებში მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძემ ვერ მოახერხა ეს დაკარგული წლები, რაც არის 93-98 წლამდე, ჩვენ 98 წელს პრაქტიკულად იმდენად გავაძლიერეთ ჩვენი გავლენა აფხაზეთში, რომ გალის რაიონში და ოჩამჩირის ტერიტორიაზე, მათ შორის ჩვენი როგორც პარტიზანების მეშვეობით, ასევე პირდაპირ ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გავლენის გამო პრაქტიკულად აფხაზების სეპარატისტების ხელისუფლება არ ვრცელდებოდა გალის და დიდი ნაწილი ოჩამჩირის ტერიტორიაზე. ისე რომ ვიდეო კადრებიც კი არის იქ როგორ ითამაშეს ჩვენებმა ის რა ქვია ფეხბურთი თუ არ ვთქვი ფეხბურთი იყო თუ რა ქვია მას ცხენოსნების პოლო იყო აღარ მახსოვს ახლა ესეთი მაგრამ ახლა ჩემი ხსიერებაში ესე არის რომ ეს გადაღება მაგრამ
ანუ ეს მეტყველებს იმას რომ ამას მოყვა რა თქმა უნდა შემდგომში აფხაზების და რუსების რეაგირება და ხელმეორედ ხალხი ჩახოცეს და მეორე ტალღა იყო გალიდან ლტოლვილების ხელმეორედ გადმოსვლის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ეს მცირე მონაკვეთი მათ შორის უკვე შემდგომში 2001 წელს როცა კოდორის ხეობიდან რუსლან გილაევის რაზმი იყო შესული და გადმოყურებდა ასე ვთქვათ სოხუმს და რაღაცნაირად თითქოს ინსინუაციები იყო რომ სოხუმზე ერთობლივი შეტევა მომხდარიყო. ანუ ბევრი ეს მომენტი მეტყველებს რომ მათ შორის იმ პერიოდში როცა ჩვენ ძალიან სუსტები ვიყავით შევარდნაძის პერიოდში რუსეთიც პრაქტიკულად სუსტი იყო, მაგრამ ჩვენ რაღაცნაირად აი ესე კატათაგობანას თამაში შეგვეძლო გარკვეულწილად რაღაც სამოქმედო არეალი ქონდა რა თქმა უნდა და ვცდილობდით რაღაცნაირად დე ფაქტო მოგვეპოვებინა იქ გავლენა. სულ სხვა სიტუაცია უკვე 99 წლიდან პუტინი მოდის ხელისუფლებაში და რადიკალურად იცვლება სიტუაცია, რაც მე უკვე შევარდნაძეს 2002 წელს რო აღიაროს რომ ჩვენ უკვე დსთ-ში ვერ ამოვალს ვერ ხედავთ, ჩვენი პრაღის სამიძე ნატოში თქვა რომ ჩვენი მომავალი არის რეალურად ნატო და ევროკავშირი. ეხლა ამას რატო ვამბობ? ამას ვამბობ იმიტომ რომ როგორც რეგიონალური ასევე გლობალური ფაქტორები მუდმივ დინამიკაში არის. არავინ არ უარყოფს და ყველაზე უკანასკნელი რუსი პროპაგანდისტებიც კი და მათი ქართველი ასე ვთქვათ ჩემპიონებიც კი აქ ვინც რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას ავრცელებს დღეს ისინი უკვე ნირწახტილები არიან და პირდაპირ აღიარებენ რომ რაღაცა არასწორი ხდება. ბევრმა მათგანმა პუტინს საყვედურიც კი გამოზავნა და შეგვიშესწრების გამო. საინტერესო არის ხოთა შორის რომ ისეთი სიტუაცია არის შექმნილი რომ ეს ულტრანაციონალისტი შოვინისტი რუსი პროპაგანდისტები რომლებიც და ბლოგერები ეგრეთ წოდებული ზეტნიკები და ასე შემდეგ რომელსაც ადრე ვერ დააცდენინებდით შეფარვითაც კი რაღაცა კრიტიკას პუტინზე ეხლა პირდაპირ გამოდიან და პირდაპირ ამბობენ რომ პუტინი უკვე ეს არ არის ის ფიგურა რომელმაც და უკვე დროა რომ ეს ფიგურა შევცვალოთ წარმოიდგინეთ რამხელა კრამოლა ხდება ხო ეს პირდაპირ ინდიკატორი არის აბსოლუტურად პირდაპირ ისეთ ქვეყანაში როგორც რუსეთში რომ უსაფრთხოების ძალოვნებში იქ შეცვლილი არის სიტუაცია და რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე საინფორმაციო და მედია სივრცეში ეს დაშვებულია. ეს უკვე პირდაპირ ინდიკატორი არის, რომ რაღაცისთვის მზადება მიდის და ამას ბუნებრივია გრძნობენ ეს პროპაგანდისტები და მათ შორის ჩვენი საქართველი პრორუსი პროპაგანდისტები, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ რაღაცა რუსეთში არასწორად მიდის საქმე და ეს შეიძლება დიდი ეგრეთ წოდებული რუსული კატასტროფით დასრულდეს. ეხლა ჩვენთვის, აქეთ ამ მხარესთვის, ვინც რეალურად ფიქრობს ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობაზე, აი ამ უახლოეს მომავალში რა შეიძლება ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ შეიძლება 2-3 წელიწადში, შეიძლება 5 წელიწადში, შეიძლება ხვალზე, იმიტომ რომ რუსეთში არ უნდა ხვალისთვისაც მზად უნდა ვიყო. ზუსტად, ანუ შეიძლება ეგრეთ წოდებული სასახლის გადატრიალებები, ისი ძალიან დიდი ტრადიცია არსებობს რუსეთში, ეს ძალიან მალე შეიძლება მოხდეს და რა გვაქვს ჩვენ? პოლიტიკის რა ალტერნატივები გაგვაჩნია ჩვენ და ეს პოლიტიკის ალტერნატივები არის ძალიან მარტივად. ანუ პირობითად ჩათვალეთ, რომ თუ ხვალ ზეგ ან საშუალებადიან პერსპექტივაში რუსეთში ისეთი არეულო პირობითად დავარქვათ ამას არეულობა ხო არეულობა დაიწყო სადაც ელიტები და კლანები იზოლებულები არიან პირველ რიგში ერთმანეთთან გაარკვიონ საქმე ერთმანეთთან ანუ რესურსების მონოპოლიზირება მოახდინონ იმისთვის რომ გადარჩენ ამ ბრძოლაში მათ შორის ძალოვანი რესურსის მონოპოლიზირება საინტერესო არის რომ რუსეთში უამრავი კერძო შეერაღებული კომპანია არის ახლა შექმნილი რომლებსაც თვითონ ეს ეგრეთ წოდებული ოლიგარქები ქმნიან რაც ბევრ ამაზე მეტყველებს ხო პირდაპირ მეტყველებს იმაზე რომ სწორედ ამათ შორის მოხდება ეს ამომავლო ეს ურთიერთობების გარკვევა მათ შორის ძალის გამოყენებით აი იმ ვითარებაში როცა რუსეთი საკუთარი თავით იქნება დაკავებული და იმ პირობებში როცა დღეს სანამ ჯერ კიდევ ბრძოლა არ არის დაწყებული ამათ შორის ელიტებს შორის მაგრამ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მეოთხე და მეშვიდე ბაზა ანუ ცხინვალში და აფხაზეთში ისინი პრაქტიკულად ტექნიკური მომსახურეობის რეჟიმზე არიან გადასული და დიდი ნაწილი მათი საბრძოლო შესაძლებლობების არის გატანილი უკრაინის მიმართულებით ანუ ისინი რეალურად ამ ეტაპზე მხოლოდ შენარჩუნებაზე არიან და თუ ადრე ჩვენ ვამბობდით რომ ეს არის ეგრეთ წოდებული წინ განლაგებული შეტევისთვის გამზადებული ბაზები იმისთვის რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაესრულებინათ დღეს ეს ბაზები ამ ფუნქციას აღარ
ატარებენ და ის სიტუაცია როცა შეიქმნება, როცა ეს ბაზები დე-ფაქტოდ არავითარ ფუნქციას არ შეასრულებენ, იმიტომ რომ მათთვის არავის არ ეცლება, როცა პირობითად შეიძლება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სულ სხვა რაღაცებით იყოს დაკავებული და ის რესურსიც კი რაც ამ ბაზებზე არის დარჩენილი, მოახდინოს ამ რესურსების გატანა. იმიტომ რომ თითოეული ჯარისკაცი თითოეული მათთვის ახლა იქნება მნიშვნელოვანი, აი ამ სიტუაციაში ჩვენ რა პოლიტიკით, უბრალოდ რა პოლიტიკებით და რა მიდგომებით მივდივართ აფხაზებთან და ვეუბნებით რომ ახლა ჩვენი დრო დადგა მეგობრებო, კი, თქვენ ითამაშეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში თუ 93 წლიდან რო დავთვალოთ 33 წლის განმავლობაში ითამაშეთ სახელმწიფოებრიობანა ვიცით ჩვენ რომ თქვენ რეალურად ამ წლების განმავლობაში რუსულ ბიუჯეტზე პარაზიტირებას ახდენდით. ეს ყველაფერი დამთავრდა და აი ეხლა ჩვენთან ურთიერთობის დალაგებისას მაგალითად ჩემი კითხვა არის ვთავაზობთ თუ არა იგივე წესებს რასაც რუსებმა თავის დროზე შესთავაზეს ანუ მაგალითად იგივე პარაზიტირების საშუალებას მივცემთ ჩვენ ბიუჯეტზე როცა მხოლოდ აქედან გადარიცხებით იარსებებს ის ეგრეთ წოდებული აფხაზური ელიტა, რომელსაც აბსოლუტურად ანტიქართული დამოკიდებულება და იდეოლოგია აქვს. რა არის ჩვენი დამოკიდებულება აფხაზებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეხლა ძალიან დიდ ნაწილს როგორც ჩვენი მეცნიერების ზოგადად ქართული იდენტობის კონტექსტში როცა ვკითხავთ, ჩვენ ბევრი მეც ვიზიარებ ამას, ჩვენთვის აფხაზი ერთია, აბსოლუტურად ცალკეა. ხო, ანუ იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ამ სახელის ხო? ხო, იმიტომ რომ ეხლა დღევანდელი მაკედონელი და ალექსანდრე მაკედონელის დროინდელი მაკედონელი აბსოლუტურად განსხვავებული ეთნიკური სუბსტრაქტია, ის თუ იყო ბერძნულ სამყაროს მიკუთვნებული, ხო, დღევანდელი მაკედონელი არის სლავი. ეხლა ისტორია ბევრ ესეთ მაგალითს იცნობს, რომ სახელების ასე ტრანსფორმირება ხდება და ამის ქვეშ სულ სხვა ხალხი განისაზღვრებოდა. თუ ჩვენი პოლიტიკა არის რომ აფხაზები მიეკუთვნება ქართულ ეთნიკურ, ანუ სახელმწიფოებრიობის მატარებელ ორგანოს და ობიექტურად ეს ესეა, იმიტომ რომ აფხაზების 70% ქართული გვარების მატარებელი არის, რეალურად და თუ ასეთ ჟარგონს გამოვიყენებ, ვაწვევით ამ პოლიტიკას, რომ აფხაზები იგივე ქართველები არიან, უბრალოდ ბედის გამო და კომუნისტების ხელშეწყობის გამო მათი დაშორება მოხდა ქართული სახელმწიფოსგან და ქართული იდენტობისგან, მაშინ გასაგებია რომ ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული იქით, რომ ისინი ვაღიარებთ რა მათ იდენტობას, მაგრამ ვცდილობთ მაინც ჩავრთოთ ჩვენ სახელმწიფოებრიო და სახალხო ასე ვთქვათ სივრცეში. თუ ჩვენ ვეუბნებით რომ იცით რა, თქვენ გვესმის, თქვენ ეხა ვეღარაფერს უკან ვერ დააბრუნებ, თქვენ კი მიგვაჩნია რომ თქვენ აფსოები ხართ, მაგრამ ნუ ეხა რეალობა ეს არის რომ თქვენ აფხაზები ხართ, თქვენ თავი აფხაზებად მიგაჩნიათ, ჩვენ ეს უნდა შევეგუოთ ამას და მოდი ეხა ისეთ სახელმწიფო ავაშენოთ რეალურად, რომელიც რაღაც ფედერაციულ, კონფედერაციულ საწყისებზე არის დაფუძნებული, ოღონდ თქვენ აღიარებთ რომ ქართველების უმრავლესობა ვინც გამოძევებული არის აბსოლუტურად ყველა ბრუნდება იქ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვაღიარებთ თუ არა აპარტეიდის პრინციპს, რაც კომუნისტების და ზვიადგამსახურდიას დროს დაკანონებული იყო, თუ ვამბობთ რომ არც ერთ შემთხვევაში ვინც დაბრუნდება და ჩვეულებრივად მათ ანუ ამ სახელმწიფოში ამ საქართველოში და მის ერთ-ერთ ტერიტორიულ ერთეულში ფედერაციული იქნება და კონფედერაციული იქ ჩვეულებრივ დემოკრატიული პრინციპები მოქმედებს და არანაირი ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები ხო მით უმეტეს აფხაზეთის მოქალაქეები ჩვენ ამას არ ვაღიარებთ მაგრამ ჩვენ თანახმა ვართ რომ აი რაღაც ესეთი სახელშეკრულებო ურთიერთობები დავიჭიროთ თქვენთან თქვენ გექნებათ თვითმმართველობა უღონდ გარე უსაფრთხოება და ასე შემდეგ ფინანსებით ასე შემდეგ გვექნება. ანუ უამრავი საკითხი არის, ისე საკითხი ძალიან ბევრია. ხო, ისე როგორც ჩვეულებრივად ისტორია მარტივად რომ ავიღოთ. ესეც ამაზე დიდი ხანი კიდევ ვერ შევთანხმდებით, მე მგონი ჩვენ შიგნითაც მათ შორის მრავალი დამოკიდებულება არსებობს, ხო, თქვენ სახსენეთ და მით უმეტეს მე ეს ორი მხარე. უბრალოდ სანამ გადავალთ იმაზე თუ რა შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ, მე ამაზე ჩემი დამოკიდებულება, მაგრამ მოდი არ განვავრცოთ, ნებისმიერი ტიპის შეთავაზება იმისთვის რომ იყოს მიღებული უმტკივნეულოდ, ან თუ კი ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ აი ეს არის ის, რასაც გთავაზობთ და თქვენ უნდა დათანხმდეთ სეპარატისტულ რეჟიმს გულისხმობთ თავისთავად. აი აქამდე როგორ მივდივართ ამაზე რომ ვისაუბროთ, არის თავისთავად სამხედრო ამბავი, იმიტომ რომ თუ კი შენს სიტყვას არავინ არ აფასებს, იმიტომ რომ შენი სიტყვის უკან არ დგას შენი სამხედრო თავდაცვითი შესაძლებლობები, მაშინ რაც არ უნდა ელაპარაკო, რაც არ უნდა კარგი შეთავაზება გააკეთო, არავინ არ დაგთანხმდება უბრალოდ იმიტომ, რომ არ აქვს წონა შენ სიტყვას, არის ეკონომიკური განზომილება და თქვენს გაქვთ არაერთხელ ნახსენები, საგარეო განზომილება, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში უნდა განეიტრალდეს, იგულისხმება აქ თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია, სადაც ასევე მეც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს და ასევე პრობლემებს, რომლებიც უნდა დავძლიოთ.
და თავისთავად ევროკავშირი და დასავლეთი, რომელიც უნდა იყოს თავარი მოკავშირე ჩვენთვის. და სანამ გადავახვდეთ თქვენ უკვე გააგრძელებთ ამაზე, მანამ ვიტყვი, რომ თავარი პრობლემა მათ შორის რის გამოც ქართული ოცნების პოლიტიკა არის ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხის შექმნელი არის ეს, რომ თავარი მოკავშირე, ვისაც შეუძლია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საკვანძო როლი ითამაშოს, არის დასავლეთი. სხვა ასეთი ქვეყანა და ასეთი, ასე ვთქვათ, ძალა ჯერჯერობით არ ჩანს და არც მგონია რომ გამოჩნდეს და არ შეიძლება ამ ძალასთან ასეთი გაუცხოება გქონდეს, იმიტომ რომ ისინი ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდებიან, ისე როგორც ჩვენ დავჭირდებით მათ, რა თქმა უნდა, ახლა ეს ორხრივი ინტერესების ამბავი რო არის ყველაფერი, ვიცით. აბსოლუტურად სწორი შეფასება არის პოლიტიკური მიზნების და როცა ვსაუბრობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანზე, ეს არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მიზანი სახელმწიფოებრიობის. პოლიტიკური მიზნების მიღწევა არ ხდება ვაკუუმში, ხო? იმიტომ რომ უამრავი ფაქტორი არის კიდევ ერთხელ, რომელიც გასათვალისწინებელია და ერთ-ერთი ფაქტორი არის საგარეო პოლიტიკური ფაქტორი, ისევე როგორც მათ შორის აი აფხაზებში არსებული განწყობები. ეს კიდე ცალკე თავისთავად, კი, ეს მე აღარ მიხსენებია, მაგრამ ამაზე სამუშაო ნამდვილად არის. კი, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზე როცა ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ფაქტორი ვახსენეთ ჩვენ რუსეთი, რომელიც შეიძლება დე ფაქტო განეტრალებული იყოს იქ მიმდინარე მოვლენების გამო. მოდით ერთ რამეს დავამატებ თუ შეიძლება. რუსეთზე როცა ვსაუბრობთ, მათ შორის ალბათ თქვენც ესე წარმოგიდგენიათ, რომ არის რაღაც გრადაცია, რა გრადაციაშიც მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ აღარ არის ისეთი გადამწყვეტი, როგორც რა თქმა უნდა ახლა. და ეს შეიძლება იყოს სრულად გასვლა დე ფაქტო, ან უბრალოდ იმ პირობის წინაშე დაყენება რუსეთის, სადაც მას ურჩევნია საქართველოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების ქონა, ვიდრე იმის შენარჩუნება, რასაც ვეღარ გამოიყენა. სუმცირე ახლო მომავალში. რა თქმა უნდა, აი ქართული ოცნების ახლა პოლიტიკა და სტრატეგიაც ერთ-ერთი სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ აჩვენოს რუსეთს, რომ მოდი მე ვიქნები მთლიანად გავატარებ საგარეო პოლიტიკას, ოღონდ ამის საპირწონეთ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეხლა რეალურად ეს არის ის წითელი ხაზი მათ შორის ქართული ოცნებისთვის, რის გამოც ისინი მაგალითად არ აუქმებენ ევროკავშირთან და ევროპას, ნატოში გაწევრიანებას, ანუ ევროატლანტიკურ პრიორიტეტს და კონსტიტუციიდან ჯერჯერობით არ აღებენ ამ პრიორიტეტის ამოღებას, ამ მუხლის 78 მუხლს. და ეს სწორიც არის. ანუ რეალურად ახლა მართლა ეს იმიტომ რომ რაღაცაზე ახლა ხო თანხდები, მაგრამ სადღაც წითელი სადაც თვითონ ქართული ოცნების როგორც პოლიტიკური ასე ვთქვათ გუნდის და ორგანიზაციის სიცოცხლის უნარიანობის საკითხი დგება, იმიტომ რომ ესეც თუ გაიწირა ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ ანუ რისთვის არის მაშინ ქართული ოცნება, მაშინ ხო წალეკავს რეალურად ხალხი. ამიტომ ამ შემთხვევაში სწორედ იქცევა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ ახლა აფხაზთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზე და გასაგებია რომ რუსეთი ჩვენ ვახსენთ კიდევაც რომ რაც არ უნდა დასუსტებული იყოს რაღაც დოზით ის მაინც ინარჩუნებს მონაწილეობას აფხაზეთის ტერიტორიაზე მათ შორის თავის სპეცსამსახურების მხრიდან მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული აი ამ ყბადაღებული ეთნიკურად მონათესავე ჯგუფების манипуლირებით რომლებსაც რაღაც მომენტში ყოველთვის შეეცდება რომ მათი ორგანიზება მოახდინოს რომ ქართველების წინააღმდეგ დარაზმოს და ეს პროცესი დღეს უკვე მიმდინარეობს სხვათა შორის არ გეგონათ რომ ეს არის სხვათა შორის ამ ბოლო დროს მეც დავაკვირდი რომ სოციალურ ქსელში მრავალი მსგავსი ნარატივი კაბარდოელების ჩერქეზების სადაც დაპირისპირება ხდება საქართველოსთან და ქართულ ხალხთან რაც აქამდე ასე დონეზე არ მინახავს ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი არის და როგორც წესი ეს არის პირდაპირ ინდიკატორი რომ რუსეთში საქმე არ არის კარგად და უკვე ემზადებიან ეს ფაზა არის ჩაშვებული სპეცსამსახურების მიერ, როცა რუსეთს არ სალია ხოლმე კავკასიისთვის, იქ ყოველთვის იცნობს რომ ერთმანეთს გადაკიდოს. ერთიც უნდა შეგაწყვეტინოთ, რა შეიძლება. ამას როცა ვამბობთ, ასევე მინდა მაყურებელმა ისიც ნახოს რომ მათ შორის ჩვენ ამაზე რომ საუბრობთ, ეს იმას კი არნიშნავს რომ რუსეთი აუცილებლად ფიქრობს რომ ეს სცენარი მოხდება, მაგრამ უკვე ეს ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია და ზუსტად ასე უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო. ჩვენ შესაძლო ვარიანტებზე უნდა მუშაობდეთ. ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ იცი რა, ეგ არ მოხდება და იქნებ მართლაც არ მოხდეს. იქნებ რა ვიცი ხვალ ახლა რაღაცა ისეთი ძალა მოვიდეს პუტინის შემდეგაც მათ შორის რომელმაც სრული კონსოლიდაცია მოახდინოს და ყველაფერი პირიქით წავიდეს. ვიდრე ახლა ვისაუბრეთ, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს რომ მომენტი არ გამოვიყენოს და ასევე რუსებიც ყველა მომენტისთვის ცდილობენ რომ მზად იყოს. რა თქმა უნდა. ჩვენ ასევე ამას რომ ვაკვირდებით, ახლა ჩვენ ის უნდა გვესმოდეს რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ფაქტორი არის აფხაზური დიასპორა თურქეთში. და რომელიც საკმაოდ აქტიური არის და თურქეთს ერთგვარი როგორ გითხრათ, ცოტა არ იყოს და ესეთი საინტერესო პოლიტიკა აქვს აფხაზთან მიმართებაში, იმიტომ რომ თურქეთი ისტორიულად განიხილავს ჩრდილოეთ კავკასიას და მათ შორის აფხაზეთს ამ დიასპორის მეშვეობით, რა თქმა უნდა, და ჩვენ არაერთი პრობლემა გქონდა თურქულ კომპანიებთან, რომლებიც აწარმოებენ
აწარმოებდნენ არალეგალურ ბიზნეს საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. ნუ მაგრამ ერთი დადებითი ის არის რომ თურქეთი ოფიციალურად მაინც აღიარებს რომ ეს საქართველოს ტერიტორია არის და ჩვენ ამას ასე ვთქვათ ამ ხას უნდა გავყვეთ და პირიქით მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. ეხლა როცა ჩვენ საუბრობთ და თქვენ თავიდან თქვენი კითხვის ერთ-ერთი ძირითადი ესეთ ლაიტმოტივი იყო ის რომ რა უნდა იყოს ის წინაპირობა თუ ის ბერკეტი რომელიც გარკვეულწილად აიძულებს აფხაზებს რომ გონზე მოვიდნენ. ანუ გაიაზრონ რომ თუ ჩვენ არ დავეთანხმებით ქართველებს შეიძლება ამან რაღაც გარკვეული ხო ეს მათ შორის სამხედრო ბერკეტზე როცა არის საუბარი სამხედრო ეკონომიკური ხო სამხედრო ეკონომიკური და ასე შემდეგ. მოდი დავიწყებ სამხედრო ბერკეტიდან ან პირველ რიგში ჩვენ სახელმწიფომ უნდა ვაღიაროთ რომ სამხედრო ბერკეტი კონსტიტუციითაც არსებობს იმისთვის რომ არა მხოლოდ აგრესიული ქმედება გარემტრის აღკვეთოთ და შევინარჩუნოთ ქვეყნის საზღვრები ამის გარდა ეს სამხედრო ბერკეტი და შეერაღებული ძალები იმისთვის არის რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და ეს უფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეს არის ღმერთისგან და კონსტიტუციისგან ბოძებული უფლება და ნებისმიერ დროს უფლებაა ტერიტორიის დაცვა შესაბამისად რა თქმა უნდა ჩვენ ამას ყოველთვის გამოვიყენებთ. სულ სხვა საქმეა რამდენად ეს სამხედრო ბერკეტი დამაჯერებლად გამოიყურება. იმიტომ რომ ზოგადად ვინც ეს არის ერთ-ერთი ჩემი სფერო რითაც წლებია ვარ დაკავებული თავდაცვის უნარიანობაზე როცა ვსაუბრობ და შეერაღებული ძალების ამოცანებზე როცა ვსაუბრობ შეერაღებულ ძალებს აქვს ორი ძირეული ამოცანა ჩვენ ვთქვით რომ ეს არის აღკვეთა აგრესიის ტერიტორიულ მაგრამ ამასთან ერთად ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა მესამე ამოცანა ძირეული შეერაღებული ძალების ეს არის ქართულ ენაში ეს საკმაოდ ცუდად ითარგმნება მაგრამ კომბინაცია არის სიტყვების ანუ რუსულიდან რო გადმოვთარგმნოთ ინგლისურიდან ეს არის დაახლოებით კომბინაცია დაშინება აღკვეთის ხო ანუ დაშინება აღკვეთა ანუ შეკავებაც შეიძლება იყოს ხო რას ნიშნავს რომ ესე იგი მტერი რო გიყურებს და გაფასებს შენი შეერაღებული ძალების ზოგადად სახელმწიფო შესაძლებლობებს ის იმდენად რწმუნდება შენ შესაძლებლობებში მაგრამ თან მარტო შესაძლებლობებიც არ არის საკმარისი არამედ ცალკე თემა არის შესაძლებლობებთან ერთად გაქვს თუ არა ნება რომ გამოიყენო ყველა შენს ხელთ არსებული ეს ბერკეტი მათ შორის სამხედრო ბერკეტი რომ სასურველი შედეგი დადო და ამ ნებასთან ერთად პოლიტიკურ ნებასთან ერთად ბუნებრივი არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი რომ ჩვენ ამას ვიზიარებთ და ტერიტორიული მთლიანობისთვის მზად ვიქნებით რომ ჩვენ შეერაღებული ძალებს და სახელმწიფო პოლიტიკას მხარი დაუჭერთ ეს არის ეგრეთ წოდებული კლაუზევიცის ბრწყინვალე სამება, რასაც ის ამბობს, რომ ეს არის ქმედით უნარიანი საბრძოლო, ანუ ბრძოლის უნარიანი შეერაღებული ძალები, ეს არის ადეკვატური და ეფექტური მთავრობა და ეს არის პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობა, რომელიც მთავრობასაც ენდობა და მზად არის, რომ თავისი რიგებიდან შეავსოს შეერაღებული ძალები. ანუ ჩვენ რომ აფხაზებთან მივალთ და რომ ვეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს თქვენთვის პაკეტი ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის და თქვენი რეინტეგრირების ამ სახელმწიფო სისტემაში და ამ სხეულში, საქართველოს სხეულში, ეს არის ის პირობებსაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიდავოთ, მაგრამ ჩვენთვის წითელი ხაზი არის თქვენი არა. ანუ თუ თქვენ ამბობთ არა, სამხრივად არა, მაშინ ჩვენ გვაქვს სხვა ბერკეტი, სხვა გზა მოქმედების და დარწმუნებული იყავით, აფხაზი უნდა დარწმუნდეს, აქ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეთნიკური ჯგუფის ხალხის კულტურულ-ფსიქოლოგიური თავისებურებები. თქვენ ვერ შეადარებთ პირობითად კავკასიაში მცხოვრები ხალხების ფსიქოლოგიურ სურათს, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ხალხების ფსიქოლოგიურ სურათს, იმიტომ რომ აი ეს კულტურული თავისებურებები და განსხვავებები ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ჩვენთვის ამ კავკასიელებისთვის ძალის ფაქტორი და ძალის გამოყენების ფაქტორი არის როგორ ვთქვა ეს აზრზე მოყვანის ძალიან სერიოზული ბერკეტი, რომელსაც ანგარიშს უწევენ და ეს თუ არა გაქვს, როგორც წესი კავკასიელები მაშინ შენ სერიოზულად არ აღიქვავენ, ხო? და გეუბნებენ, მაშინ მოდი რა, ახლა თუ უბრალოდ სალაპარაკოთ მოხვედი, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ საუბრის შემდეგ გაგიშვებთ სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ შენ ზემოქმედების ბერკეტი არ აქვს ჩვენზე. საბოლოო ჯამში თუ ჩვენ როგორც პირობითად ცივილიზებული ევროპელები და
ბუნებრივია ესეც უნდა გავითვალისწინოთ, აქცენტს გავაკეთებთ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე და ეკონომიკურ სარგებელზე. აფხაზებს ძალიან დიდ ნაწილს აფხაზებს შეუძლია თქვა, რომ იცით რა 93 წლიდან 98 წლამდე ჩვენ სრულ იზოლაციაში ვცხოვრობდით და აგერ დღევანდელ ბოლო გამოცემაც რაც იყო ეს ჩეგემის თვალწლები ჩეგემის პრავდა იყო. ხო ეს აფხაზები იდგნენ მაგიდასთან და საუბრობდნენ რომ კაცო რა ასე ჩვენო დენის გარეშე ცხოვრობდითო, არაფერი არ ქონდა, გეგონება ჩვენ ქართველებს რამე ქონდა 90-იან წლებში, ხო? და მაშინ ვერაფერი ვერ გვიქნესო ქართველებმაო და ეხლაო რა ասა, ეხლა რომ დაგვიპირონო, რა ქუთაისამდე ჩავალთო. ნუ გასაგებია იმა თავისი ზღაპრები აქვს და თავის იმაში არიან საინფორმაციო განწყობა, ხო, იმიტომ რომ იცით რა, ისიც არის, რაც უფრო პატარა ერი არის, ოქროს წესივით არის, რაც უფრო მცირე არის ერის, მით უფრო დიდი არის ფანტაზიები, როგორც ისტორიული, ასევე ზოგადად. და ეს ჩვენს გვახასიათებდა ქართველებს, ხო? ანუ პირველი ქრისტიანები და ასე შემდეგ, ჩვენ რომ ქრისტიანები ვიყავით, ევროპელები ხეებზე დადიოდნენ თუ ხეებიდან აპირებდნენ ჩამოსვლას. ანუ ესეთი მიდგომები აფხაზებსაც ახასიათებდა მათ ესეთი რბილი ძალის მეთოდებით შეიძლება ეს მათი დარწმუნება შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. და ერთადერთი ბერკეტი რომელმაც რეალობას გაასწორებინოს თვალი აფხაზებს შეიძლება იყოს სამხედრო ბერკეტი. ოღონდ ეს ბერკეტი კიდევ ერთხელ გავიმეორო. ეს ბერკეტი უნდა იყოს დამაჯერებელი და ეს ბერკეტი უნდა მშვენივრად ჯდებოდეს იმ საერთაშორისო ფაქტორების ერთობლიობაში, რომელიც ამის გამოყენების საშუალებას გაძლევს. ისე რომ არ დაგჭირდეს სამხედრო ოპერაცია და აქვე ამაზე სანამ საუბრობთ, გავიხსენოთ, მოდით აზერბაიჯანის შემთხვევა ბოლო 2023 წლის. ალბათ თუ რამე იყო სპეცოპერაცია, მართლა ამას უნდა დაერქვას, იმიტომ რომ 2 დღეში ამოიწურა, მიუხედავად იმისა, რომ თუ არ ვწდები ყარაბაღის სეპარატისტული სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით 10,000 ადამიანი იყო მაშინ შეიარაღებული, თუ სწორად მახსოვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო ოპერაცია, რომელიც განხორციელდა ძალიან სწრაფად აზერბაიჯანული ინტერესებისთვის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, კარგი შედეგებით, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა, ისინი წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ამისთვის, მართალია წინა ომში უკვე დაასუსტეს საკუთარი მოწინააღმდეგე, მაგრამ მაინც უკვე ამისთვის უნარები და რესურსი ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს 19-ში დაიწყეს, მე მგონი და 20-ში უკვე გამოცხადდა, რომ მიზანი მიღწეული იყო და მთელი ეს ტერიტორია, რომელიც დასაბრუნებელი ჰქონდათ, დაიბრუნეს, მათ შორის იმ საერთაშორისო გარემოებების გამო, რომელიც შეიქმნა და ასევე თვითონაც ქმნიდნენ. გავიხსენოთ, რომ აზერბაიჯანმა დაახლოებით 3 მილიარდამდე ფონდი შექმნა, ეს მერე ხიზილალის დიპლომატიას რო ეძახდნენ, იმისთვის რომ დაეხარჯა ფული შესაბამისი ლობის და შესაბამისი ინტერესის გასატარებლად და ჩვენთან ერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ ჩვენთან 3 მილიარდი არ ვიცი, მაგრამ რაც იხარჯება იმაში, ეხლა რომ ვიღაცები არ დასანქცირდნენ, პოლიტიკური პარტიის ინტერესები არ დაზიანდეს და ასე შემდეგ. მაშინ როცა ალიევი როგორც ამ უნდა შეაფასო დემოკრატიული თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ფაქტია რომ მან სახელმწიფოებრივი ინტერესი იყო, რომ ის ისტორიაში შევა. კი, აბსოლუტურად. ის ისტორიაში ხო და შევა. აი ეს მაგალითი რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ითვალისწინებენ, დღეს იქნება თვალ, ვისაც მოუწევს და თუ კი ესენიც გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ხარს დაუჭერ. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ჯერჯერობით ასე არ ჩანს. მაგრამ ჩვენ მაინც გავაგზავნოთ იმაზე საუბარი, რა უნდა გავაკეთოთ და რას უნდა ვაკეთებდეთ. ალიევის პოლიტიკა, ეხა რატომ არის უпростоრად აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ორ ფაზად განხორციელდა. ყარაბაღში რატომ არის ჩვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ ერთი ბუნებრივია ეს არის რეგიონალური კონტექსტი, ანუ ჩვენს გვერდით მოხდა და მოხდა თან ისე რომ რუსეთიც ჩართული იყო თან. პრაქტიკულად ხო, ანუ დიდი მოთამაშეები ჩართულები იყვნენ და რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, რომ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობა ორ სახელმწიფოს შორის ესე მოგვარებული იყო, რომ სხვა გარეშე ძალა არ მოახდენდა ჩარევას და გააჩერებდა რაღაც მნიშვნელოვან და კიდევ რაღაცა ზემოქმედებას მოახდენდა ბაქოზე. ჩვენ გავხდით მოწმე, რომ პრაქტიკულად ეს ძალიან ფილიგრანულად მოახდინა ბაქომ წლების განმავლობაში ეს მომზადების ეტაპი იმ გადამწყვეტი ნაბიჯების და დარტყმისთვის, რამაც უკვე მე ეს სამხედრო ფორმა შეიძლება. ახლა 44 დღის განმავლობაში წარმოგიდგენთ, ახლა 44 დღე არის დაახლოებით თვენახევარი, ხო? ანუ პირველი ფაზა, რამაც სამხედრო მოქმედების, რამაც აზერბაიჯანს მიცა დაახლოებით
აი მარტო ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია არ იყო, ეხლა მაშინ საბჭოთა კავშირის ტერმინები რო ხო, მათ შორის მიმდებარე, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს ეძახდა, ხო? ანუ პრაქტიკულად აზერბაიჯანმა გაანთავისუფლა ტერიტორიის დაახლოებით 70%, მხოლოდ 30% იყო დარჩენილი იქ, რომელიც უკავშირდებოდა ვიწრო ლაჩინის კორიდორით. და ეს და ეხლა გეოპოლიტიკურად იქ რუსეთმა როგორ გამოიყენა, რისთვის გამოიყენა, რატო აუნთო მწვანე შუქი და აი ეს გამოიყენა იმისთვის, რომ მშვიდობის ყოფილები შეეყვანა ყარაბაღში და ეს რეალურად იმისთვის იყო, რომ პაშინიანის მესამე სახელმწიფოშიც ყოფილიყო. ხო, რომ პაშინიანის დაცემა მომხდარიყო პოლიტიკურად და ამით რუსეთი აგვარებდა ორ პრობლემას, ანუ ცლიდა პოლიტიკურ რეჟიმს ერევანში, სომხეთში და ამავე დროს აზერბაიჯანში, ხო, ბოლომდე მაინც აკონსერვირებდა ამ საკითხს, ანუ გადაარჩენდა სომხურ თემას აზერბაიჯანის შიგნით და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მშვიდობის ყოფილებს 2000-იან კონტინგენტს განათავსებდა. მაგრამ ეს იყო იმ პერიოდისთვის აზერბაიჯანის პროგრამა მაქსიმუმი და ეს პროგრამა მაქსიმუმი იქნა მიღწეული, რომ 70% და ახლად 80-მდე იყო რეალურად მან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა. ამის მეორე ეტაპი, რომელიც უკვე 2023 წელს მოხდა, უკვე როცა ომში გაიჭედა რუსეთი და ისე გაიჭედა, რომ საჭირო გახდა ყველა, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ მდებარე ბაზებიდან იქნება ეს საქართველოში მდებარე ბაზები ოკუპირებულ ტერიტორიაში თუ იქ მშვიდობის ყოფილები თუ 100 მეორე ბაზიდან გიუმრიში სომხეთიდან დაიწყო თანდათანობით იქ არსებული პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გატანა უკრაინის მიმართულებით, იმიტომ რომ რეალურად რესურსობრივად ძალიან გაუჭირდა, ხო? და ეს რომ დაინახა აზერბაიჯანმა, მიხვდა რომ ეს აქ საქმე უკვე დასამთავრებელი იყო, იმიტომ რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ომის სწორედ ასეთ ხასიათს შეინარჩუნებდა უკრაინაში და რუსეთს არანაირი სამხედრო რესურსი არ ექნებოდა რომ აღეკვეთა აზერბაიჯანის ეს ცდელობა რომ დაეხურა ზოგადად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და აზერბაიჯანმა ამას ხა საინტერესო მარტო ის კი არ არის აზერბაიჯანმა მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტით მოახდინა საკითხის იზოლირება ისე რომ არც არავინ ჩაერია რეალურად ხო ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის აღარ ვსაუბრობ იმაზე რომ აზერბაიჯანი აწლევლების განმავლობაში მოსახლეობას ამზადებდა ამისთვის ანუ ხა რაც არ უნდა ცინიკურად უნდა გამოჩნდე, მაგრამ თუ 80-იანი წლების ბოლოს სომხები იყვნენ არაადეკვატურად აგრესიულად განწყობილები აზერბაიჯანელების მიმართ და მათთვის ყარაბაღის თემა იყო ეროვნული თემა, რაღაც ბიოლოგიური ზიზღამდე იყვნენ მისულები იმისთვის, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, რომ ოღონდ ყარაბაღი დაებრუნებინათ, ხო? და აზერბაიჯანელები, ასე ვთქვათ, ზერელეთ ხარჯავდნენ დროს და მათი პოლიტიკა სრულიად არაადეკვატური იყო. ამ სიტუაციაში უკვე რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია და ყველა ვინც ომის ბუნებას იცნობს, მან იცის რომ ომში თქვენ ვერ გააგზავნით ჰუმანისტ ადამიანს. ხო, ანუ ომში შენ გჭირდება იდეოლოგიურად მომზადებული ადამიანი, რომელიც როცა იქ უყურებს და იქ პირობითად აზერბაიჯანის მხრიდან თუ ხედავს სომეხს, მისთვის ის ცალსახად მტერია და მას თითი არ უნდა უკანკალდეს, როცა ის სასახლეც დააჭერს. ანუ ეს მიდგომა ერის ფსიქოლოგიურ საინფორმაციო მომზადება საჭიროების შემთხვევაში რომ თუ ომი დაიწყო ამ ხრივ არანაირი პრობლემა არ იყოს და ხალხი წავიდეს სამობილიზაციო ტალღა მოხდეს და დანაკარგები საკმაოდ აზერბაიჯანს 8000-მდე დანაკარგი ჰქონდა იგივე სომხეთს ხო ეხა ეს 40 დღისთვის ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი ანუ მასობრივი დანაკარგები არის ხო მაგრამ აზერბაიჯანმა მოახერხა შიდა ფრონტის გამყარება აზერბაიჯანმა მოახდინა კონფლიქტის საინფორმაციო იზოლირება აზერბაიჯანმა მოახდინა ამ განხორციელების პერიოდში გარე მნიშვნელოვანი მოთამაშეების არ დაშვება მისთვის სასურველი სცენარის ასე ვთქვათ რომ გაეჩერებინათ ან შეენელებინათ მისთვის სასურველი სცენარის განხორციელება და საბოლოო ჯამში აზერბაიჯანმა გაანეიტრალა უბრალოდ გამოიყენა რუსული ფაქტორი ან დე ფაქტო დასუსტების ფაქტორი იმისთვის რომ საბოლოოდ დაეხურა ეს საკითხი. დაახლოებით მსგავსი პარალელები გვჭირდება ჩვენ. რაც არ უნდა ეხა ჩვენ ვილაპარაკოთ რომ შეიძლება ეს ხვალ მოხდეს ცოტა მოგვიანებით თუ ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავიწყოთ იმას რომ ერთი ჩვენ გვჭირდება სამხედრო ბერკეტი, ეს ბერკეტი უნდა იყოს ძლიერი და ცალმხრივად, აი როგორც ამერიკელები იტყვიან, დომინანტი ფაქტორი უნდა იყოს თუ დაუპირისპირე, რაც არ უნდა დახმარება უნდა მიიღოს პირობითად აფხაზებმა, იქნება შილიკავკასიელები, შეზღუდული რუსული დახმარება თუ ასე შემდეგ, ქართული შეერაღებული ძალები რამდენჯერმე უფრო დომინანტურები უნდა იყვნენ და ყველა კომპონენტი უნდა ჯაბნიდეს. ანუ ჩვენ მარტივად რომ ვთქვათ,
აი ესე ჩვენი სვლა აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს შეუჩერებელი. მე იმასაც კი ვიტყვი, რომ თუ გვინდა მშვიდობიანად დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს, სადაც ჩვენ იმდენად აღვემატებით შეიარაღებული თვალსაზრისით სეპარატისტულ რეჟიმს, რომ უბრალოდ აზრი არ ქონდეს. რა თქმა უნდა. მოდით კიდე ერთ რამეს შევეხოთ. ბევრი ახლა ამას როცა უსმენს, იტყვის, რომ აი აზერბაიჯანს თურქეთი ეხმარებოდა და იმიტომ მოხდა. რა თქმა უნდა, თურქეთი დიდ როლს თამაშობდა, უბრალოდ გავიხსენოთ, რომ აზერბაიჯანი მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობს ისრაელთან. რაც თითქოს ცოტა უკვე პარადოქსულია, როდესაც ერთი მხრივ თურქეთი არის შენი მოძმეერი, მეორე მხრივ ისრაელთან ხარ ასე ახლოს, პაკისტანთან და სხვა. ის რომ ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს მოკავშირეები, მე რა რომ თურქეთის მსგავსი მოძმე სახელმწიფო დღეს ჩვენ არ გვყავს და მე ვფიქრობ საერთოდ თუ კი ვინმე შეიძლება ნამდვილად გავიერთგულოთ მომავალში ეს არ ვიცი როდის მოხდება, მაგრამ ალბათ უფრო ჩრდილოეთ კავკასიაში ის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას, ეს ჩემი თან კეთილი სურვილია და თან არ გამოვრიცხავ რომ ასეც მოხდეს, თუ კი ჩვენ სწორად ვიმუშავებთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთი ევროპა და ამერიკა არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, როგორც სამხედრო გაძლიერებისთვის, ასევე პოლიტიკურად, რომ ისინი მზად იყვნენ, რომ ეს საქართველოს საკითხია და აქ ზედმეტი ჩარევა გარედან მათ შორის არ უნდა მოხდეს. აი, გავიხსენოთ მაგალითად ის, რომ ბოლო ხანს ევროკავშირის დოკუმენტებში, სადაც საუბარია რა პირობებზე შეიძლება იყოს მოლაპარაკებები რუსეთთან, იქ აღმოჩნდა ესეთი ჩანაწერი, კი, დეოკუპაცია ამ ტერიტორიების და თუ კი იქ ჩვენ ჩავწერთ, რომ ნათლად რომ ეს ქართული ჯარი უნდა იდგეს, არ ვიცი, ფსოულზე, შინაარსობრივად იგივეს რომ აღნიშნავდეს თავარი, ეს არის და არა რაიმე საერთაშორისო ჩართულობით და ასე შემდეგ, ანუ ექსკლუზიურად რომ ჩვენი საკითხი გახდეს, აი ამაზე უნდა მუშაობდეთ. მათ შორის და ეს იქნება პროგრამა მაქსიმუმი, სადაც უკვე სხვა ქვეყნები და მათ შორის მე თურქეთის ამბავიც მეტნაკლებად ნეიტრალიზდება. მიუხედავად იმისა, რომ ხარს გვიჭერენ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, გეთანხმებით მეც, რომ არა მხოლოდ აფხაზური, არამედ ვიცით, რომ ჩერქეზული დიასპორა ძალიან დიდია, 2 მილიონამდე თურქეთში და სხვა დათვლებებით, რომელსაც დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს თავად თურქეთში და რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს გავლენა გამოიყენონ მაქსიმალურად შეუნარჩუნონ დე-ფაქტო დამოუკიდებლობა აი ამ სეპარატისტულ რეჟიმს ან იმ ინტერესებს, ასე ვთქვათ, და იმ მისწრაფებებს, რომელიც იქ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე აღდგენილი შეიძლება გქონდეს ამ ტერიტორიაზე კონტროლი. და აქაც ერთ ჩაურთავ, თუ გნებავთ ამაზე მერე გადავიდეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მუშაობდეთ ჩრდილოეთ კავკასიაზეც, თუნდაც იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ახლა თქვენ შენიშნეთ, რომელზეც რუსეთი მუშაობს. ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა, რაც ტრამპის მოსვლის შემდეგ ცალსახად ევროკავშირისთვისაც ნათელი გახდა. ის რომ კი, ლამაზი სიტყვები დემოკრატიაზე, ლამაზი სიტყვები ევროპულ ღირებულებებზე და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ საგარეო პოლიტიკა და გლობალური პროცესები ხშირ შემთხვევაში წყდება ძალის გამოყენებით. ეს ევროპამ დაინახა, ტრამპმა გააგებინა თუ ცივი შხაპი გადაასხა თუ როგორ გვინდა ისე უწოდებთ, მაგრამ ხვდებიან რომ არ გამოდის ისე, რომ სამხედრო ძლიერების ბერკეტზე მუდმივად უარს ვამბობდეთ და ამავდროულად დროს რაღაცა პრეტენზია გქონდეს ევროპული სივრცის კონსოლიდირებაზე ან ევროპული ცივილიზაციაზე და ასე შემდეგ. ეხლა საინტერესო არის რომ როგორც ეხლა თუ შოლცი არის ყოფილი კანცლერი გერმანიის სოციალ-დემოკრატი სხვათა შორის, არა ქრისტიან დემოკრატი, თუ იქნება ეს სტოუბი, ეს ფინეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტი აღარ მახსოვს ახლა მაპატიეთ, ხო, მეც არ მახსოვს, ხო. ანუ მან შოლცმა ადრე თქვა, რომ ევროპა არისო რეალურად ლისაბონიდან თბილისამდეო, ჩამოთვალა გეოგრაფიული არეალი და სწორედ ახლა თქვა, რომ რეალურად ევროპის გაფართოებაო, ეს არისო 40 სახელმწიფოს ერთობლიობაო და ჩამოთვალა ეს სახელმწიფოები და ამაში შეიყვანა საბოლოო ჯამში ახლა რაც კი ევროპა არის დასავლეთი, აღმოსავლეთი პლუს ეს აღმოსავლეთის გაფართოების ქვეყნები, ანუ ბელორუსია, უკრაინა, ხო, საქართველოს შეიყვანა სხვათა შორის, შიგნით და თურქეთიც. აზერბაიჯანსაც შეიყვანდა მაშინ. ხო, აი ხა მე ახლა აღარ მახსოვს, ახლა მე და მივაქციე ყურადღებას, ახლა საქართველოს გამოტოვა თუ არაო და საქართველოს იყო შიგნით და ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ახლა აღარ მახსოვს, ახლა სომხეთი შეიყვანა იქით თუ არა, ეს არის, მაგრამ აი ესე თვალი გადავავლე იმ განცხადებას და ამ 40 ქვეყანაში ჩამონათვალში საქართველოს იყო მოხსენებული. ანუ რაღაცა ევროპული სტრატეგიული ხედვა რა არის გაფართოებული ევროპის ხედვა, ეს არსებობს.
ეხლა ჩვენთვის ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ გვესმის, რომ ევროპელებსაც ესმის, რომ ბევრი საკითხი ძალის გამოყენების გარეშე ვერ მოგვარდება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მზივართ ევროპულ კონტექსტში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობითაც. ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, როგორც სწორად აბსოლუტურად აღნიშნეთ, არსებობს ეს ჩერქეზული და აფხაზური დიასპორა თურქეთში, ისევე როგორც არსებობს ქართველების დიასპორა თურქეთში. საკმაოდ ძლიერი. ხო, და ისევ როგორც ჩვენი ისტორიული კავშირები ჩრდილოეთ კავკასიასთან და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასია ყოველთვის განიხილებოდა ჩვენთვის როგორც ბუფერული ზონა, რომელიც აკავებდა ჩრდილოეთიდან, ხო, ეს ისტორიული ტრადიცია, ხა არ ვიცი თანამედროვე ხა მსოფლიოში რამდენად ესე მოხდება, არავინ არის რუსეთში. მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცნაირად ეს ხედვა მოითხოვს ანალიზს და თავისი შეიძლება კორექტივების შეტანას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება რუსეთში ახლო მომავალში გარკვეული პერტურბაციები დაიწყოს და პირდაპირ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში თუ პოლიტიკური და ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გაჩნდა და ამან ეროვნული სახელმწიფო ხასიათი მიიღო, ჩრდილოეთ კავკასიას სხვაგან არსად გასასვლელი არ აქვს სოფლიოში, ხო? ის გინდა არ გინდა და მაგრამ ის ჩრდილოეთ კავკასიელი, ყაბარდოელი, ჩერქეზი, ოსი, ჩეჩენი თუ დაღესტნელი თუ ის ეკონომიკურად ეხლა კრასნოდარის, სტავროპოლის და როსტოვის ოლქში მიდიოდა და მოსკოვში და ასე შემდეგ იმისთვის რომ რაღაცა სარგებელი ენახა ეკონომიკური, თუ ის ეხლა ამას ვეღარ პოულობს და ქვეყანა არის ჩაფლული ამ სამოქალაქო გაურკვევლობაში, ასე შემდეგ ბუნებრივია ვექტორი იცვლება და ისინი იწყებენ ფიქრს, აბა ეხა თურქეთი, საქართველოს, სამხრეთ კავკასია, რომელიც სტაბილურობის ერთგვარი გარანტია არის, ხო? ეს ბუნებრივი პროცესი არის და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ. ისევე როგორც აი აზერბაიჯანის შემთხვევაში, როცა ვახსენებდით, როცა საინფორმაციო და გეოპოლიტიკური იზოლირება მოხდა ყარაბაღის საკითხში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პარტნიორები იქნებიან თურქეთში თუ ევროკავშირში, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ თუ შესაბამისი პირობები შეიქმნა და სხვა გამოსავალი არ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარების გარდა სამხედრო კომპონენტის გამოყენებისა, ჩვენ ეს თემა მათთან მოგვარებული უნდა გქონდეს, ანუ დალაგებული უნდა გქონდეს. იქნება ეს ვაჭრობის საფუძველზე, იქნება ახლა უამრავი სხვა პირობითად ორმხრივი რაღაც პროექტების მომავალში განხორციელების სანაცვლოდ თუ ასე შემდეგ. გასაგებია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ დიდი ქვეყანა და რაღაცა მაინც ამ საერთაშორისო ვაჭრობაში და გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში მოგვიწევს ამის განხორციელება. მაგრამ ეს გარემოება ჩვენ უნდა დე ფაქტო ვაქციოთ რეალობად, რომ წინ არაფერი არ უნდა დაგვიდგეს, როცა ეს ფანჯარა თუ ფორტოჩკა თუ როგორც გნებოთ, ისე რომ გაიხსნება, აფხაზებმაც ეს ძალიან მკაფიოდ უნდა გაიგონ, რომ არსებობს ერთის მხრივ ძალიან დიდი სარგებელი ერთიან სახელმწიფოში, როგორც სოციო-ეკონომიკური, კულტურული მათ შორის, სარგებელი მათი განვითარებისა და როგორც ეთნიკური ჯგუფის შენარჩუნებისა, ან არსებობს მეორე ვარიანტი, როცა ისინი პრაქტიკულად ყველაფერს კარგავენ, რა თქმა უნდა, ვინც არჩება, ისინი შეინარჩუნებენ თავის იდენტობას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოებრიობა არ ითვალისწინებს მათ ფიზიკურ განადგურებას, არამედ პირიქით შენარჩუნებას და მათი უფლებების მაქსიმალურ დაცვას, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და ასე ვთქვათ მომავალში გადაწევის საფუძველზე და ეს დილემა კაფიოთ უნდა დადგეს სწორედ იმ პერიოდში და აფხაზებმა უნდა მიხვდნენ, რომ აქედან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი. ეს არის თანხმობა. კი ბატონო. აი ჩრდილოეთ კავკასიაზე მინდა შევნიშნო კიდე ორი სიტყვით, რომ თქვენს აბსოლუტურად სწორად ახსენეთ და მე ხშირად აიუბისთანაც ქონია ხოლმე შეხება, ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ ხოლმე იმ საკითხს, რომ ჩვენი გავლენები ჩრდილოეთ კავკასიურ პოლიტიკურ აქტორებში, ამას იმიტომ ვამბობ, რომ არა აუცილებლად რესპუბლიკებში და მათ მეთაურებში, არამედ იქ პოლიტიკური აქტორი შეიძლება გახდეს დიასპორა, რომელშიც აზრი ყალიბდება, ხო, გარკვეული რომელიც მოქმედებს მე ადგილზე, მაგალითად ჩერქეზული დიასპორის აზრი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ერთ დღესაც, როცა უკვე დე ფაქტო შეიძლება შესუსტდეს მათ შორის რუსეთის გავლენები და ყოველთვის ალმაცერად უყურებდნენ ამ საკითხს, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, ბევრი საფრთხე გვემუქრება ჩვენ როგორც ქვეყანას და იცი რა, მოდი საერთოდ დავივიწყოთ, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ როგორც პოტენციალს ხედავ, ასევე იმ საფრთხეს ხედავ, რომელიც გქონდა უკვე ერთი აფხაზეთის ომის დროს დაგვიდგა და ეს მობილიზაცია და ორგანიზება, რაც რუსებმა გაუკეთეს ჩრდილოეთ კავკასიელებს, ეს რომ ავიცილოთ, ან კიდე რამე სხვა მსგავსი შედეგები არ დაგვიდგეს, ამისთვის გვჭირდება გავატაროთ ჩვენი რბილი ძალის პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში აღმოფხრის საფრთხეებს და მერე აი იმ პოტენციალს, რომელიც მათ შორის ისტორიულად გვაქვს ჩვენ, ხო, ვიცით, რომ
ქართულ ამბას იყენებდნენ ადგილობრივები, მუდმივად ხდებოდა სამხედრო კავშირები, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირებებითაც სავსეა, არ ვიცი, ბოლო საუკუნეებშიც კი, როცა უკვე ურთულესი სიტუაცია იყო საქართველოში, კახეთის მეფეები ჩეჩნებსაც კი უგზავნიდნენ ხოლმე სამხედრო დახმარებას იმისთვის, რომ იქ თერგის გადაღმა ებრძოლათ, რა და ამიტომ ეს საფრთხეები უნდა აღმოიფხვრას და შემდეგ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად საჩვენოდ გამოვიყენოთ ის კეთილგანწყობა, რომელიც არსებობს, მაგრამ ამას გამოყენება ჭირდება და ერთხელ უკვე გავაკეთეთ ეს, როცა ვაღიარეთ ჩერქეზთა გენოციდი და თითქოს შევცვალეთ გარკვეულ ნაწილში ჩერქეზებისა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. საინტერესო არის რამდენად მიუხედავად რუსული სპეცსამსახურების მცდელობისა იზრდება სულ უფრო უთანხმოება აფხაზებსა და ჩერქეზებს შორის. ისაც სხვათა შორის გენოციდის აღნიშვნის ამბავში კი, ისე რომ ჩერქეზები პირდაპირ ხვდებიან, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ აღნიშნა ჩერქეზების გენოციდი, ეს არის ქვეყანა რა, ეს პირობით აქტორი, ხო, ეს არის აფხაზეთი, სეპარატისტული მთავრობა. მიუხედავად იმისა და თვითონ კიდევ ჩერქეზები აღნიშნავენ ამას, რომ თვითონ აფხაზები რამდენად манипуლირებენ ჩერქეზების ამ გენოციდის საკითხით თურქეთში მაგალითად, როცა ჩერქეზების ეს დეპორტაციის და გენოციდის აღნიშნვის დროს უფრო მეტ აფხაზურ დროშებს იხილავთ იქ, ვიდრე რა ვქვა ჩერქეზულ, როცა ამ დროს საერთოდ არანაირი შეხება, როგორ შეხება ხა ის აქვს რომ ეთნიკური კავშირი გააჩნიათ, განსაკუთრებით ხა აბაზინებთან გააჩნიათ და შაბსურგებთან, მაგრამ ის ახლა მასშტაბებზე როცა საუბრობთ ჩვენ ის დაახლოებით ხა ყველაზე მინიმალური გათვლით სადღაც 9 მილიონამდე იყო ეს ჩერქეზული სამყარო და ეს 9 მილიონიანი სამყარო ბოლოს დავიდა 100,000-მდე. ანუ ბოლოს როცა დამთავრდა ეს 100 კი უფრო ნაკლებიც იყო, როცა დამთავრდა ეს კავკასიის ომი. და ამ დროს ჩვენ საუბრობთ 1866 წელი იყო და 74 წლები იყო, თუ არ ვთქვი, როცა ეს ორი ტალღა მოხდა მუხაჯირებს აფხაზეთიდან და სადაც ყველაზე ესეთი აი მაქსიმალისტური გათვლებით თქვენ შეგიძლიათ 40,000 დათვალოთ აი ეს გასახლებულ წესები, საიდანაც დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა შემდგომში. რეალურად და ისიც რომ ნახოთ ახლა ბოლოს არ დავიზარე გადავავლე დოკუმენტებს, სიებს, ვინ გადასახდა და აქედან დაახლოებით 30-40% ეს არის მეგრული გვარების მატარებელი აფხაზები არიან, ანუ ჯერ კიდე იმ დროს იყო დაწყებული რეალურად რაღაცა ესეთი გააფსუება, ანუ დღევანდელი გააფხაზება, მაგრამ იდენტობის შეცვლა რეალურად და მათ შორის ესეთი გვარები ხდებაც, აი დღეს რომ აფხაზები ცვლიან მეგრულ გვარებს და აფხაზურ ყაიდაზე როცნიან. მაგრამ აი ერთი მომენტი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აი ამ ჩრდილოეთ კავკასიელებთან მიმართებაში რეალურად ერთი არის გრძელვადიანი სტრატეგია რა არის, იმის გათვალისწინებით შენარჩუნება რუსეთი როგორც ერთიანი სახელმწიფო თუ ის დაიშლება მარტივ ამრავლებად ან რეგიონალურ რაღაც სახელმწიფოებრივ წარმონაქმნება და ამ შემთხვევაში რა იქნება ჩვენი პოლიტიკა ამის მიმართ და მეორე არის ჩვენი მოკლევადიანი მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებაში, თუ აი ამ მოკლევადაში გაიხსნა ის შესაძლებლობის ფანჯარა, რასაც ჩვენ ვეძახით ტერიტორიული მთლიანობის ადგენა. და აი აქ ბუნებრივია ჩვენ როგორც მოდებს რომ ჩვენი მოქმედების სპექტრი შეზღუდულია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა საინფორმაციო სივრცეს ერთი, სადაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არსებული უპირატესობები ამ შემთხვევაში ჩერქეზების ნეგატიური დამოკიდებულება უკვე თანდათანობით აფხაზებთან მიმართებაში, ისევე როგორც ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, პროაქტიულად უნდა უპასუხოთ აი ამ რუსების ამ სპეცსამსახურების მიერ ჩაგდებულ საინფორმაციო პრობლემებს აღვივებს შუღულს კავკასიელებსა და ქართველებს შორის. კი, სულ მცირე აბსოლუტურად გეთანხმებით, ეგ არის გასაკეთებელი, რომ აი მათ შორის თან განსაკუთრებით ნახე, რომ ჩეჩნებთან მიმართებით ხდება და როგორც ჩანს იმქიდან გამომდინარე, რომ ჩეჩნეთი ჯერჯერობით ყველაზე უფრო მეტად კონსოლიდირებული პოლიტიკური აქტორი არის ჩრდილოეთ კავკასიაში, ყველაზე მეტად ალბათ მისი გამოყენება შეიძლება დაისახონ მიზნად იმ შემთხვევაში, თუ კი ეს საჭირო გახდება თავისთავად. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ეხლა ჩეჩნეთი რატო არის რუსებისთვის პრობლემა, ეხლა პრობლემა რა თქმა უნდა არის. ხო, რატო არის პრობლემა იმ კონტექსტში, მაგალითად თუ რუსეთი აირია. ჩეჩნეთი არის ფეოდალური სამყარო, სადაც ყველაზე მეტი ორგანიზებული შეერაღებული ძალა არის, თავისი, ასე ვთქვათ, სამხედრო თუ გასამხედროებული რაღაც ტიპის ქვედანაყოფებით.
რუსების თავარი ამოცანა არის, რომ ეს პოტენციალი და ეს ენერგია რუსების წინააღმდეგ კი არ წავიდეს. არამედ მიმართული იქნას სხვაგან და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ეს საინფორმაციო ამოქოქვა ხდება იმისთვის, რომ აი ხა რამზან კადიროვი იქნება ხო, ნუ თუშები ხო საერთოდ ისინი არ არიან, თუშები და ფშაველები და ისინი წვავათუშებზე აღარ მაქვს საუბარი, ბაცფიურ ენას ეგენი ხო საერთოდ არ მიიჩნევენ იმათ რა ქართულ ენად, ხო, ჩეჩნური ენა არისო. ანუ ოღონდ კიდევ ერთხელ, ეხა ეს არის ცალსახად ცდილობები, ეს ცდილობები რაში გადაიზრდება კონკრეტულად, რას გამოიწვევს და ასე შემდეგ, ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ცალსახარი რომელი პოლიტიკური შემწყნელობაც არ უნდა იყოს საქართველოში, რომ აი ამ ცდილობებს უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. შეიძლება საერთოდ არანაირი შედეგი არ გამოიღოს. აღარ საუბრობ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ რეალურად უნდა გამოვზარდოთ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიური ელიტები. ანუ ის საგანმანათლებლო ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენ უნივერსიტეტებში მათთვის კვოტები, ჩვენ ესენი უნდა გავხადოთ ქართულენოვან ელიტებად და რეალურად ანუ შემოვიყვანოთ ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში, როგორც აი ამ ანუ მე არ მინდა თქვა რაღაც საქართველოს თითქოს რაღაც ცენტრს წარმოადგენს, მაგრამ როგორც ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან კულტურულ, ეკონომიკური და სხვა საქმიანობით გაცილებით მეტ სარგებელს პოულობენ, ვიდრე ჩვენთან დაპირისპირებთ. კი, და ამაზე დავამატებ, მათ შორის რომ კარგად გაგვიგონ, ეს არ ნიშნავს რაიმე ცუდ დამოკიდებულებას მათ. პირიქით ეს არის ომხრივი ინტერესის თვის მომგებიანი ვითარება, როდესაც ჩვენთვის ისინი ხდებიან არა საფრთხე, არამედ პირიქით მეგობრები და სხვათა შორის ეს ჩვენ არ ვამბობთ ამას, მაგრამ ხშირად ხდება რომ ჩრდილოეთ კავკასიელი ადამიანები, ვინც ამოუკიდებლობაზე ფიქრობენ, მათთვისაც საქართველო არის გასაღები, როგორც საკუთარი იდენტობის აღდგენის, ასევე შენარჩუნების. იმიტომ რომ ჩვენ ისტორიული გამოცდილება ძალიან მსგავსი გვაქვს, არა მხოლოდ ისტორიულად, კულტურულად, სოციალურად და სხვადასხვა მრავალი, ასე ვთქვათ, თანხwebdra გვაქვს და შესაბამისად ის რომ ისინი საქართველოში უნდა იღებდნენ მათ შორის განათლებას და ამას ჩვენ ხელს უნდა უწყობდეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელი ეწყობა მათი იდენტობის შენარჩუნებასაც. და აქვე დავამატებ, რომ ამაზე მუშაობს აზერბაიჯანი. თუმცა აზერბაიჯანს ის რესურსები და პოტენციალი არ აქვს, რაც ჩვენ გვაქვს. გულისხმობ ისტორიულ გამოცდილებას და აი ამ კავშირებს, რომლებიც არსებობს ხო ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში გვაქვს ხევსურეთი, თუშეთი, ხევი და ასე შემდეგ და სხვა ყველაფერს თავი რო დავანებოთ და ისინიც კი ამაზე მუშაობენ. მაშინ როცა ჩვენ რომ ვიმუშაოთ, გაცილებით დიდი შედეგები გვექნება და ნუ აზერბაიჯანი ამას გვერდზე ვერ დაუდგება სავარაუდოდ. მოკლედ კიდე კომენტარს გავაკეთებ აქ ჩვენთან კიდევ აზერბაიჯანისგან განსხვავებით ის რელიგიური ფაქტორიც ემატება, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ბუნებრივად იყენებენ, ეს არის ისლამის ფაქტორი და ამ დაპირისპირებას ისლამსა და ქრისტიანებს შორის, ანუ ამის გაღვივებასაც ცდილობენ და ბუნებრივია ეს უნდა გვესმოდეს, რომ ამის ცდილობები ყოველთვის იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება. აზერბაიჯანთან მიმართებაში რუსებიც მუშაობენ, ანუ აღარძინებთ მათ, აქ ცოტა სხვა კომპონენტი შემოდის, ეს არის ეთნიკური დაპირისპირების მომენტი, ეს ლეზგინების და დაღესტნელების თემა, იმიტომ რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა რეალურად არის ეთნიკური ასიმილირების პოლიტიკა და თუ მომავალში ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რაღაცა პრობლემა ექნება აზერბაიჯანს რუსეთთან ან ჩრდილოეთ კავკასიასთან, აი სწორედ აი ამ ზღვარზე გაივლის, აი ამ ხაზზე გაივლის, ეს არის ეთნიკური რაღაცა ასიმილირება, დაპირისპირების საკითხი. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება ამან ეს ეთნიკური ანუ აღმოსავლეთ ანუ ჩეჩნებთან და დაღესტნელთან მიმართებაში შეიძლება ამან ეთნიკური ხასიათი იმდენად არ მიიღოს, რამდენადაც რუსებმა რელიგიური გამოიყენონ და ესეც მისაქცევია. კი, აუცილებლად თან, იმიტომ რომ მე ჩემი დაკვირვებითაც ალბათ თქვენი საზღვრების დამეთანხმებით იქ მოქმედებს ორი ძირითადი იდენტობა, რელიგიური და ეროვნული. ნუ ეროვნული იდენტობა მკვეთრად არის დაკავშირებული ან მთიელობის იდენტობასთან და მათ პირველ რესპუბლიკასაც ახლა მთიელთა რესპუბლიკა ერქვა, რომელიც აბსოლუტურად ჯდება ქართულ იდენტობაში, იმიტომ რომ ჩვენც მთის ხალხი ვართ. აი აქ ჩერქეზებთან უფრო ახლოს ვართ ჩვენ. იმიტომ რომ ჩერქეზებში ისლამის ფაქტორი გაცილებით ნაკლებია. კი, გაცილებით ნაკლებია და უფრო მეტი სივრცე არის, რომ აი ეს ეროვნული და რაღაც საერთო ისტორიული გამოცდილება გქონდეს. ამიტომ რა თქმა უნდა ორივეზე სამუშაოა. და ბოლოს ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ნუ სანამ თქვენ გაიხსენეთ, რომ აი იმ გვარებში, რომლებიც თავის დროზე მუჰაჯირობაში გადავიდნენ თურქეთში, მრავალი იყო მეგრული გვარი. დღეს სანამ ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ აუცილებლად რა ხდება გალში. რამდენიმე დღის წინ საჯარო სივრცეში ეცადა რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენელი, რომ აღენიშნა რუსული ენის დღე, მანამ სანამ გალში საერთოდ დაიხურა ქართული სკოლები, ქართულ ენაზე სწავლა აღარ მიმდინარეობს და ხდება ძლიერი წნეხი ასიმილაციისთვის, იმისთვის, რომ იქ დარჩენილი ათასობით ქართველი, ეთნიკურად ქართველი, მეგრელი, როგორმე გახდეს აი ამ აფსუას იდენტობის ნაწილი. რაც თავისთავად დიდი გამოწვევა, ამაზე უნდა მუშაობდეთ.
და არ შემეძლო უბრალოდ არა მეთქვა, სანამ ამ საკითხზე საუბრობდით. ეს არის ორმხრივი პრობლემა იმისა, რომ ჩვენ რეალურად პოლიტიკა და სტრატეგია არ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და განსაკუთრებით იქ დარჩენილი ქართველების მიმართ. ეს არის ტრაგედია მარტივად, იმიტომ რომ ნორმალურ სახელმწიფო, რომელიც თავის თავს და თავის მოქალაქეებს პატივს სცემს და ღირსება გააჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველები იქნებოდნენ საზრუნავი და სამაგალითოდ იზრუნებდა ნორმალური სახელმწიფო ამ ხალხზე, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, სოციალური თვალსაზრისით, ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მათი პოლიტიკური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ყველანაირად. მათი მომავალი თაობის განათლების თვალსაზრისით. ანუ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ რეალურად ამ ხალხს, არათუ იმაზე ვიფიქროთ, რომ ქართველობა როგორ შეუნარჩუნოთ, ანუ მართლა ნებისმიერი აფხაზი იქნება თუ ოსი იქნებოდა ეხა რო შეხედავს ქართველს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ესე შურის იმით უნდა სკდებოდეს თეთრი და შავი შურით რომ იცით რა იქით მართლა ესეთი პასუხისგებლიანი სახელმწიფო არსებობს იქ და ენგურს გაღმადა ცხინვალის აქეთ რომელიც ეს არსად არტოებს თავის მოქალაქეებს და აღარ ვსაუბრობ ეხა ტატუნაშვილის კვლელებზე და იმებზე ხო ეს რომელიც ჩვენ ხო ანუ სახელმწიფო ეგეთ რაღაცებს არაკეთებს რასაც ჩვენ ანუ ყველას პასუხი უნდა ვაგებინოთ აბსოლუტურად და ადრე თუ გვიან ფიქრობ რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად რა თქმა უნდა ყველამ უნდა აგოს პასუხი და ესეც უნდა დავასრულოთ ეს საკითხი და ეს პასუხისგებლობის თემა მაგრამ კიდევ ერთხელ სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველების ბედი და ყოველდღიური ცხოვრება არის აფხაზებისთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი ღირს თუ არა ამ განწყობებზე შესაძლებლად ღირს თუ არა ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაჭერა და რამდენად სიღრმისეულად ღირს ამის დაჭერა. სანამ ჩვენ აი ამ რადიკალურად არ შევცვლით პოლიტიკას, აი ამ ჩვენი იქაური ქართველების მიმართ, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს რომ რუსული კოლონიალური პოლიტიკა ყოველთვის იყო ესე. ჯერ უცვლით ენას ქართველს, ქართულიდან რუსულზე, ის გადადის რუსულზე ენა არის კულტურული ღირებულებების მატარებელი და შესაბამისად მისი ასე ვთქვათ ფსიქოლოგიური სურათი ტვინი იცვლება ის აღარ არის და შემდგომ უკვე რადგანაც ის რუსულზე არის გადასული გაცილებით მარტივია უკვე ამ გარუსებული ქართველის გააფსუება თუ გააფხაზება როგორც გნებათ ისე დაარქვით და ასე ეს ემსახურება არა მხოლოდ რუსულ კოლონიალურ პოლიტიკას არამედ ის მექანიკურად ზრდის აფხაზების რაოდენობას იმ ტერიტორიაზე რაც მოკლე პერიოდში აფხაზებს აძლევს საშუალებას თქვას რომ იცით რა აქ ქართველები აღარ ცხოვრობენ ხო? აქ ყველა აფხაზი არის. ქართველები უკვე იმდენი დღესაც კი არიან, რომ ფაქტობრივად მეორე ეთნიკური ჯგუფი არის. ჩვენ სიდიდით მეორე ჯგუფი ვართ. ანუ რომ დავთვალოთ ახლა რეალურად. ახლა აფხაზებმა ისარგებლეს ამ პერიოდით და რა გარკვეული რამოდენიმე 1000 ქართველის გადაწერა მოახდენეს აფხაზებად და ამით ინარჩუნებენ იმას, რომ თუ 99 წელს მათი ფორმალური, ანუ სტატისტიკური მონაცემით 91000 იყო. ხო, ახლა დაახლოებით 100 რაღაცა 1000 ითვლიან, ნუ ესეც გაბერილი არის რეალურად, იმიტომ რომ ამდენი რაოდენობის აფხაზის ტერიტორიაზე არის მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ ანუ ჩვენ ახლა რო შეხედოთ რეალურად აფხაზი რო გამოდის ტელევიზიაში ნუ ყველას მეგრული გვარი აქვს აბსოლუტურად და ისიც კი ვიცით მაგალითად დღეს რომ ამ გამოდის ვიღაცა გუბერნატორი გუდაუთის იქნება ოჩამჩირის რაიონული ახლა პირობითად რწმუნებული ხო და ვიცით რომ მამამისი ჩვეულებრივი ის იყო ხო ქართველი იყო პასპორტში ქართველი ეწერა უბრალოდ ამ სიტუაციაში ამ ადამიანებმა არჩიეს რომ ხო იძულებით და ჩადა ახლა მე მეორე თაობაში და შემდგომ უკვე ამას უკვე ვეღარ ამის ასე ვთქვათ უკან მიყოლა ვერ ახდება და იკარგება აბსოლუტურად. და ეს არის როგორ გითხრათ ჯუნგლების კანონივით არის რომ თუ აფხაზების პოლიტიკა არის მიმართული იქითკენ რომ უბრალოდ გააფსუონ იქ დარჩენილი ქართველები მნიშვნელობა არ აქვს მეგრულ გვარს ატარებს თუ არა იქ თქვენ ნახავთ არამედ სრულიად ესეთ აღმოსავლური ქართული გვარების მატარებს რომელსაც თავს აფსუებად მიიჩნევენ ხო ანუ ჩვენი პოლიტიკა ამ შემთხვევაში უნდა იყოს პირიქით ჩვენ უნდა ვთქვათ რომ მაშინ ყველა აფხაზი ისტორიულად არის ქართველი ანუ ის პირობითად აფსუა ვინც არის აფსუა მაგრამ აფხაზი არის აფხაზი და მაშინ ვიცით რა მაშინ ყველა უნდა ვინც აი საკუთარ თავს ეხა მეგრული გვარის მატარებელი იქნება აფხაზი თუ ასე შემდეგ თქო რომ ეს ყველა ჩვენთვის აფხაზი არის ანუ ქართველი ანუ აფხაზი და ქართველი მაშინ უდრის ერთ ეს რა თქმა უნდა პირობითად ვიძახ ანუ იმიტომ თუ ჯუნგლების კანონი არის როცა ერთი აი ეხა დაახლოებით მოდის
გადის და შენ პირობითად პისტოლეტი მოგატო თავზე და გეუბნება რომ გინდა თუ არა შენ ახლა უნდა გააფხაზდე და შენ ამავ დროს ისა გაქვს რა ქვია საწერკალამი და პასტა ამოგაგ და ცდილობ რომ არგუმენტები დაამტკიცო რომ იცი რა შენ ხარ უფრო ქართველი ვიდრე მე აფხაზი დამერწმუნეთ რომ ეს განტოლება ესე არ გადაწყდება ხო იმიტომ რომ მის მხარეს არის რეალურად გაცილებით უფრო მრავლის მეტყვერი არგუმენტი ამ მომენტში ხო და სწორედ ეს ადეკვატური პოლიტიკა უნდა დავინახოთ ჩვენ და კიდევ ერთხელ დავასრულებ იმით რომ ეს პოლიტიკა იწყება იმით რომ ვაფასებთ პირველ რიგში იქ დარჩენილ ქართველებს შემდგომ ვაფასებთ პირველ რიგში აფხაზებს რომლებსაც ჩვენთან თანამშრომლობა და კოოპერაცია უნდათ ყველანაირ განზომილებაში და ქმნით ყველანაირ წინაპირობას იმისთვის რომ ის მომენტი როცა დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აფხაზებს ობიექტურად არას თქმის უფლება რომ არ ქონდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით. მოდით მე შევაჯამებ მაშინ. მოკლედ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკურში საგარეოც იგულისხმება ჩვენ დღეს არ ვართ მზად. სუმცირე სათანადოდ არ ვართ მზად. შეიძლება მაინც მოხერხდეს რაღაცნაირად, მაგრამ დღეს მზად არ ვართ სამწუხაროდ, ალბათ მე მგონი მეთანხმებით თქვენს. ამიტომ უნიშნელოვანესია რომ თუ კი ეს ყველაფერი, რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ეს არის კარგი სცენარი და მეტნაკლებად კარგი სცენარი, რომელიც შეიძლება ხვალ დადგეს, ან იქნებ ზეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის ისეთი წარმოუდგენელი და სრულიად წარმოსადგენი ხდება და თუ კი ეს სცენარი ხვალ დადგა, მაშინ ჩვენ აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ და თუ კი ვინმე ღმერთმა არქნას ისე გააკეთებს, რომ ხვალაც მზად ჩვენ არ ვიქნებით ამისთვის, მაშინ ეს იქნება საქართველოს ისტორიაში, თუ კი არის რაღაც ტოპ დანაშაულები, ერის წინაშე, მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში შადენილი დანაშაული, ეს იქნება იმ ხალხის დანაშაული, ვინც დღეს არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ხვალ ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად. და მე მაინც მჯერა და დარწმუნებული ვარ, თუ კი ისინი არ გააკეთებენ, ვისაც ახლა შეუძლია, ჩვენ ყველა დანარჩენებმა უნდა გავიაზროთ, სადგავართ რამდენად დიდი ნიშნულობის დღეები გველის წინ. რა თქმა უნდა ახლაც და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ მაინც მივახციოთ საწადელს და როცა დადგება მომენტი, ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ამას უშუალოდ, თუ ვუბიძგებთ სხვას, ეს უკვე სხვა საკითხი არის, მაგრამ უმოქმედოდ არ შეიძლება ვიყოთ. რა თქმა უნდა. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. ალბათ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა თავისთავად, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ საუბრითაც ცოტა უფრო კიდე მეტ ყურადღებას მივაპყრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, იმიტომ რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე გადის ჩვენი ერად შედგომის ნამდვილად ჩამოყალიბების, ახლა ჯერ ხო ახალი ერი ვართ მიუხედავად იმისა, რომ იდენტობა ჩვენი საუკუნეებს იდრის, მაგრამ დღევანდ თანამედროვე ქართველი ერის და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ჩემი აზრით გადის აი ამ საკითხზე. აქ ნებისმიერი უკუსვლა იქნება დამანგრეველი ჩვენი ერისთვის, რაც თავისთავად არ უნდა დაუშვათ. მადლობა თქვენ რომ ამ საკითხზე აქამდე საუბრობდით, მე ხშირად ვკითხულობდი და გისმენდით და მადლობა რომ მოხვედით. გაიხარეთ.